ჩვენი ლეგენდა? ილია თოფურიას კარიერა საფრთხეშია? უყურეთ ბოლომდე, რადგან იმას, რასაც ვიდეოს დასასრულს გაიგებთ, თქვენს წარმოდგენას ყველაფერზე შეცვლის. ხალხო, სერიოზულად გეკითხებით, სად არის ჩემი თხა? სად არის ჩემი გოუთი? სად დაიკარგა ეს კაცი? ვინმე მნახეთილია? ის ყველას გვაკლია. მთელ სპორტულ სამყაროს და განსაკუთრებით ჩვენ, ქართველებს. გთხოვთ, დაგვიბრუნეთ ელ მატადორი, რადგან მის გარეშე ოქტაგონი ცარიელია. ჩვენ გვჭირდება კონკისადორი, მაგრამ რეალობა მწარეა. 2026 წლის პირველ ნახევარში მას ბრძოლაში ვერ ვიხილავთ. ილია არ იქნება. და რატომ? აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო და მტკივნეული ამბავი. ჯორჯინა უზუზა, ერთი დაწყევლილი ქალია. ძმებო, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. არასოდეს, არც ერთ შემთხვევაში არ მოიყვანოთ ცოლად მაიამელი ქალები. მით უმეტეს ეს ბოს ბეიბ ტიპაჟები, რომლებსაც საკუთარი კომპანიები აქვთ, თავში აქვთ ავარდნილი და ყველაფერს თავად წყვეტენ. ილია, ჩემო ძმაო, რაზე ფიქრობდი? რამ დაგაბრმავა? ვიცი, ლამაზია. ვიცი, მოდელური გარეგნობა აქვს, ზეთისხილისფერი კანი, შავი თმა. ერთი შეხედვით იდეალური power couple-ი ჩანდით, მაგრამ ეს მხოლოდ ფასადი იყო. სიმართლე ისაა, რომ ილიას სულ სხვაგან უნდა ეძებნა ბედნიერება. თუ ცოლი გინდა, უნდა წახვიდე ქართულ სოფლებში ან ესპანეთის პატარა დაბებში, იქ, სადაც ჯერ კიდევ არსებობს ოჯახური ღირებულებები და არა ბარსელონას, მადრიდის ან მით უმეტეს მაიამის გადაგვარებული, დეგენერატი ქალაქების მენტალიტეტი. მაიამი ყველაზე საშინელი ადგილია ოჯახის შესაქმნელად. ამას არ ვამბობ როგორც მოძულე, ჰეითერ. პირიქით, მე ილიას უდიდესი ფანი ვარ. მისი წარმატება ჩემი წარმატებაა, მაგრამ ქალებში არ გაუმართლა. თუმცა ილია მაინც ილიაა. ის დაბრუნდება 2026 წლის ბოლოს და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვის დაუყენებენ წინ. ის დაბრუნდება დაუნდობელი შურისძიების წყურვილით. ღმერთმა შეიწყალოს იმის სული, ვინც მას ოქტაგონზე დახვდება. იქნება ეს პედიზე ფეთი პიმბლეტი, ჯასტინ გეილორდ გეიჯი, თუ სომეხი ბეტმენი და აფერისტი არმან წარუკიანი. ილია ყველას გაანადგურებს. მოდით რეალურად შევხედოთ სიტუაციას. არმან წარუკიანი ილიასთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ის ახალგაზრდაა, პიკშია, საოცარი გრეპლერია, მაგრამ სანამ მასზე გადავალთ, სხვა მეტოქეები განვიხილოთ. მაგალითად, ბენუა სენდენი, BSD. ბევრი არ საუბრობს მასზე, მაგრამ ბიჭი აქტიურია, თუმცა პირველ რიგში გეიჯზე უნდა ვთქვათ. თუ ჩემს არხს ადევნებთ თვალს, იცით როგორ მინდა რომ გეიჯმა პედი პიმბლეტი მიასიკვდილოს. მინდა რომ ჯასტინმა ისე აურიოს კარტები, როგორც ეს ხაბიბისა და ტონი ფერგუსონის დროს გააკეთა. მაშინ ყველას ხაბიბი ტონი უნდოდა, მაგრამ გეიჯი გამოვიდა, ფერგუსონის სული ამოხადა და აიძულა UFC-მ ხაბიბი გეიჯი გაეკეთებინათ. მე არ მინდა რომ პედი პიმბლეტი დაჯილდოვდეს ილიასთან ბრძოლაში მხოლოდ იმიტომ, რომ პენსიონერებს ცემის. მისი ყველა ბრძოლა მოხუცებზე ძალადობაა და გეიჯი კი ვეტერანია, ნამდვილი მევორანი. და თუ ის პედის ისევ დააძინებს და აკანკლებებს რინგზე როგორც ემეტმა ბრაის მიჩელი, აი მაშინ ილია გეიჯის ბრძოლა გარდაუვალი იქნება. ოღონდ ეს ივნისამდე არ მოხდება. ილია ახლა ამ განყორინების პროცესშია ჩაფლული. ცოლთან პრობლემები აქვს და სექტემბერ-ოქტომბრამდე მას ვერ ვნახავთ. ეს ძალიან დიდი დროა. და აი დავფიქრდეთ გეიჯის შანსებზე. ბევრი მას უკვე ჩამოწერილად თვლის, მაგრამ არ დაგვავიწყდეს მისი აპერკოტი. ეს დარტყმა მომაკვდინებელია დაბალი მებრძოლებისთვის. მან ფიზიევი და ჩენდლერი ამით დააგდო. თუმცა გეიჯის ერთი პრობლემა აქვს. ის ბევრს აცილებს. 2020 წლის შემდეგ ხელით ნოკაუტი არ ჰქონია. პორიესთან მოგება მხოლოდ ჰედკიკის დამსახურება იყო. მაქს ჰოლოვეისთან კი საერთოდ შეერცხვა ბოლო წამზე. ჩემი პროგნოზით, გეიჯი ილიასთან ბრძოლაში ველურად დაიწყებს ხელების ქნევას, მიიღებს კონტრშეტევას და დაიძინებს. არ ვამბობ, რომ პირველივე რაუნდში მოხდება, რადგან გეიჯის ნიკაპი მაინც გამძლე აქვს, მაგრამ ილიასთან მისი შანსი მხოლოდ 15-20%-ია. ის მხოლოდ შემთხვევითი დარტყმის იმედად იქნება. ახლა კი გადავიდეთ ამ აფერისტზე, სუკან ფედიზე. შეხედეთ მის რეკორდს. წაუგებელია UFC-ში. რა შთამბეჭდავი არა? წელიწადში ერთხელ ჩხუბობს და ისიც 40 წლის კაცებს სცემს. ეს არის დანა ვაითის პრივილეგია სუფთა სახით. არ მახსენდება არავინ, ვისაც ასეთი იოლიგზა გაუკვალეს ტიტულისკენ. ფედი ამბობს, რომ სკაუზერები, ლივერპულელები, ნოკაუტში არ ვარდებიანო. მერწმუნეთ, ილია მას ისე გათიშავს, რომ საკუთარ სახელს ვეღარ გაიხსენებს. ფედის გრეპლინგი, ნუ გამაცინებთ.
ის რომ 40 წლის ჩენდლერს აჯობე არ ნიშნავს რომ ილიას რამეს დაუშავებ. ილია ოქტაგონზე თითქმის 82 კილოგრამი გამოდის, 180 ფუნტი. ის კლდეა. დარტყმაში კი ფედი საერთოდ ნულია ილიასთან შედარებით. ჩვენ ყველა ვნახეთ ილიას ბოქსი ჯოშ ემეტთან. ეს იყო 5 რაუნდიანი მასტერკლასი, სადაც ილიამ მეტოქეს სული ამოხადა. ფედის რეკორდი კი სავსეა საეწყო გადაწყვეტილებებით. ჯარედ გორდონთან ჩხუბი ხომ საერთოდ ძარცვა იყო. ტონი ფერგიუსონსაც კი ვერაფერი უქნა წესიერად, სანამ ის ბოლომდე არ დაიშალა. და იცით რა არის ყველაზე საინტერესო? ილია უფრო მოტივირებული იქნება ფედისთან შაჩხუბრად ვიდრე სხვებთან. განკორწინების შემდეგ ის გაბოროტებული და მშიერი დაბრუნდება. მაგრამ აი კითხვა თქვენთან მეგობრებო. თქვენი აზრით მართლა ჯორჯინას ბრალია ილიას პაუზა, თუ ილია უბრალოდ გაიჭედა დიდებასა და ფულში და ქართული სული დაკარგა? დაწერეთ კომენტარებში, რატომ გგონიათ, რომ არმან წარუკიანი ილიას რეალურად დაამარცხებს. მე პირადად მგონია, რომ სომეხი ბეტმენი უბრალოდ გაპიარებული ბუშტია. რა სიტყვით? თუმცა არის ერთი მაგრამ. ილიას თავში რაღაც უცნაური აზრები უტრიალებს. უნდა 77 კილოგრამში, welterweight-ში ასვლა და 2 წონის ჩემპიონობა. ხალხო, ეს იქნება უდიდესი შეცდომა. 155 ფუნტი, 70 კილოგრამი, ილიასთვის იდეალური წონაა. მისი ტანისთვის, მისი სისწრაფისთვის ეს არის პიკი. წარმოგიდგენიათ ილია მაიკლ მორალესის წინააღმდეგ? არა, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. ეს იქნება საშინელი სანახაობა. ილია პატარაა 77 კილოსთვის. რამდენი კუნთიც არ უნდა აიკრას თავის 170 სანტიმეტრიან სიმაღლეზე, ის მაინც ვერ გაქაჩავს იმ გიგანტებთან, რომლებიც ბრძოლის დღეს 90 კილომდე არიან. ის დაკარგავს სისწრაფეს, დაკარგავს გამძლეობას. ილია დარჩი მსუბუქ წონაში. აქ შენი იმპერიაა. დაუბრუნდეთ პედის. სიმართლე გითხრათ, მას ილიასთან ბრძოლაში 5%-იან შანსსაც არ ვაძლევ. შეხედეთ მის სახეს. ეს არის მსხვერპლის ფენოტიპი. ქერათმა, ცისფერი თვალები, ის გავს იმ პატარა თეთრ თაგვებს, რომლებსაც ბავშვობაში ჩემს პითონს ვაჭმევდი. მას არ აქვს მონადირის თვალები, hunter eyes. მას აქვს შეშინებული შველის თვალები. წარმოგიდგენიათ პედი პიმბლეტი ჩემპიონის ქამრით, ეს სპორტის დასასრული იქნება. არმანი ნამდვილი 50-50-ზე ჩხუბია. ეს არის ის მატჩი, რომლის ნახვას ყველას გვინდა. ის ილიასთვის ყველაზე დიდი საფრთხეა. თუმცა მე პესიმისტურად ვარ განწყობილი 2026 წლის მიმართ. თუ ილიამ ივლისში ან აგვისტოში პედი ან გეიჯი პირველივე რაუნდში არ დაანაკაუტა, არმანთან ჩხუბს 2026-ში ვერ ვნახავთ. მოდით რეიტინგებსაც გადავხედოთ. ოლივეირა და ჰოლოვეი, ილიამ მათ უკვე სძლია, ამიტომ ტიტულზე მათთან აღარ იჩხუბებს. ჰოკერი სასაცილოა. BSD ილია მას დააშინებს. დაინახეთ რა უქნა დასტინ პორიემ BSD-ს, როგორ ხვდებოდა კონტრშეტევები. ახლა წარმოიდგინეთ ილიას ჰუკები და აპერკოტები. BSD-ს შანსი 0 ტოლია. სხვა დანარჩენები, ფიზიევი, ტორესი, ჯერ კიდევ შორს არიან. და ბოლოს ისევ იმ მტკივნეულ თემას მინდა დავუბრუნდე. ჯორჯინამ ილიას 50-45 მოუგო ყველა რაუნდში, ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. ქალმა წაიღო ალიმენტი, წაიღო ბავშვის ფული, წაიღო ილიას ქონების ნახევარი. ჩემს ბიჭს სული ამოხადა. აი რა ხდება, როცა მაიამელ ოქროს მაძიებლებზე ქორწინდები. ძმებო, აიღეთ პასპორტები და გაიკეცით. წადით ფილიპინებში, წადით ქართულ სოფლებში. მოძებნეთ ნამდვილი ქალები, რომლებსაც ოჯახი და სიყვარული ესმით. დასავლურმა ქალაქებმა, მაიამიმ და ბარსელონამ, დაღუპა ილია და დაღუპავთ თქვენც. მე მაიამიდან არ ვარ, მაგრამ ისიც კი ვიცი, რომ იქაურ ქალებს ახლოს არ უნდა გაეკარო. მოკლედ ველოდებით ჩვენი თხის დაბრუნებას. იმედია ეს დეპრესია და პირადი პრობლემები მას უფრო გააძლიერებს და არა პირიქით. ახლა კი მითხარით, თქვენი აზრით, ილია ისევ ისეთი მხერია თუ ამერიკული ცხოვრება და ფუფუნება ის გააფუჭა? იქნებ საერთოდ ეშინია არმან წარუკიანის და ამიტომ იგონებს ამდენ მიზეს? დაწერეთ რას ფიქრობთ, ვინ არის შემდეგი მსხვერპლი? თუ არ მეთანხმებით, არ მოგერიდეთ, მაინც ვერაფერს დამიმტკიცებთ. ხალხო, მოდით თვალებში ჩავხედოთ რეალობას. ილია თოფური ახლა არა ოქტაგონზე, არამედ სასამართლო დარბაზებში იბრძვის. ეს ჯორჯინა თავისი ბიზნეს ლედის ამბიციებით ნამდვილი 50-45-ია ილიას ცხოვრებაში. წარმოიდგინეთ, კაცი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლებს აძინებს, ერთმა მაიამელმა ქალმა დაანოკაუტა. აი, ეს არის დასავლური ფუფუნების ფასი.
როცა ილია სოფლის გოგოზე ყოფილიყო დაქორწინებული, ახლა ის დარბაზში იქნებოდა და არმანის თავის მოსაძრობად ემზადებოდა და არა ალიმენტების თვლაში. ახლა გადავიდეთ მთავარზე, არმან წარუკიანზე. მოდით პირდაპირ ვთქვათ, არმანი ერთადერთი ტიპია, ვისაც ილიასთვის რეალური პრობლემების შექმნა შეუძლია. ის ახალგაზრდაა, ის მშიერია და რაც მთავარია, ის არ არის მაიამური ცხოვრებით გაფუჭებული. არმანის ჭიდაობა და გრეპლინგი სხვა დონეა. თუ ილია 2026 წლის ბოლომდე გონს არ მოეგო და ეს პირადი დრამები არ დაასრულა, წარუკიანი მას უბრალოდ გაანადგურებს. ბევრი ამბობს, რომ ილია 77 კილოგრამში უნდა ავიდესო. ხალხო, თქვენ ნორმალურები ხართ? ილია 170 სანტიმეტრია. 77 კილოში მას ისეთი ურჩხულები დახვდებიან, როგორებიც არიან შავქათ რახმონური ან კამარუ უსმანი. იქ ილიას სისწრაფე აღარ ეყოფა, მისი ძალა კი იმ გიგანტებისთვის სასაცილო იქნება. ილია, ჩემო ძმაო, თუ ამას კითხულობ, ან ვინმე შენიანი გიკითხავს, დარჩი 70 კილოში. ეს შენი წონაა, აქ შენი ადგილია. ნუ ცდილობ გახდე ის, რაც არ ხარ. და კიდევ ერთი რამ პედი პიმბლეტზე. ეს ტიპი არის UFC-ს ყველაზე დიდი ტყუილი. სკაუზერები ნოკაუტში არ ვარდებიანო. მალე ვნახავთ, როგორ გაფრინდება პედი ილიას ერთი ჰუკის შემდეგ. ის მხოლოდ იმიტომაა ამანდ, რომ დანა ვაიტს ინგლისური ბაზარი სჭირდება. პედი არის ჩვეულებრივი საშუალო დონის მებრძოლი, რომელსაც ლამაზად შეფუთული რეკორდი აქვს. ჩემი რჩევა თქვენ, ნუ ენდობით ამ ბრჭყვიალა დასავლურ ცხოვრებას. ილიას მაგალითმა დაგვანახა, რომ რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო მეტი პარაზიტი ჩნდება შენს ირგვლივ. მაიამი, ბარსელონა, მადრიდი ეს არის ადგილი, სადაც ნამდვილი მეომრები იღუპებიან. ნამდვილი ძალა ფესვებშია, სოფელშია, იქაა, სადაც ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს რა არის ღირსება და ერთგულება. და ბოლოს, მინდა გკითხოთ, თქვენ მართლა გჯერათ, რომ ილია ამ ყველაფრის შემდეგ ისევ ისეთი დაბრუნდება? თუ ის უკვე გაიყიდა და ახლა მხოლოდ ფულზე ფიქრობს? მე მგონია, რომ ილიამ თავისი საუკეთესო ბრძოლები უკვე ჩაატარა და ახლა მხოლოდ დაღმასველი ელოდება. თუ არ მეთანხმებით, შემეწინააღმდეგეთ კომენტარებში. დაამტკიცეთ, რომ ვცდები. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ გამოტოვოთ შემდეგი სკანდალური ანალიზი. მშვიდობით!